სტუდიაში შემოგვიერთა უკვე ლაშა ჟვანია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი. ბატონ ლაშა, მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში ჩვენი სიხარულის აღდგომა. მინდა მაინც საუბარი დავიწყო წმინდა ცეცხლის ტრადიციით და რიტუალით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ნებისმიერი მორწმუნე მართლმადიდებლისთვის და მრავალი წლის განმავლობაში თქვენ იყავით ადამიანი, რომელსაც წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოჰქონდა. წელს იყო შეზღუდვები, თუმცა ამ შეზღუდვების მიუხედავად მაინც მოხერხდა წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოტანა. როგორ აფასებთ, როგორ იხსენებთ ამ წლებს და საერთოდ ამ ტრადიციას საქართველოს შემთხვევაში? ჯერ წმინდა ცეცხლის ტრადიციის შესახებ მოგახსენებთ, მე-4 საუკუნიდან იღებს სათავეს, მაშინ როდესაც მოხდა ტაძრის აშენება მაცხოვრის საფლავზე წმინდა ელენე დედოფლის და კონსტანტინეს მიერ და იმ პერიოდში, როგორც გადმოცემა გვასწავლის საეკლესიო, პირველად აღდგომის წინა დღეს მსახურება შენიშნეს ნაპერწკლების სახით ცეცხლის გადმოსვლა მაცხოვრის საფლავზე და ამის შემდეგ იწყებს სათავეს. მრავალჯერ ყოფილა დანგრეული მაცხოვრის საფლავის ეკლესია, ყოფილა პაუზები ამ რიტუალთან და საერთოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მაცხოვრის საფლავის გარშემო. ჩვენ ბოლო პერიოდში გვახსოვს ასევე ის სირთულეები, რომელიც COVID სახდა. თან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რისკის ქვეშ იყო ხალხის დასწრება. დიდ შაბათს და ისევე როგორც აღდგომის დღესასწაულზე COVID-ის დროს ეს გავლილი გვაქვს 21 წელს, 5 წლის წინ ზუსტად, როცა საჰაერო სივრცე მაშინაც დაკეტილი იყო და მთავრობის ხელშეწყობით სპეცრეისი განხორციელდა, რათა საქართველოში ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო. რაც შეეხება ქართულ წყაროებს, არ მოგვეპოვება რაიმე წყარო, რომელიც საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას ეხება. არ არის ასეთი წყარო, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო, როცა საერთოდ იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი ჩამოვიდა. ამას კომუნიკაციების და ტექნოლოგიების განვითარებამ შეუწყო ხელი, ბუნებრივია, ფრენებმა და ასე შემდეგ. საბჭოთა პერიოდში საქართველო მოკლებული იყო ამას, მაგრამ ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველი უწმინდესისგან მოდიოდა, როცა ჩვენ პირველად 93 წელს მისი ლოცვა-კურთხევით ჩავედით წმინდა მიწაზე, მაგრამ ეს იყო ივლის-აგვისტოს თვე და მაშინ შევიტყეთ აი ამ ტრადიციის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მიდიოდა აღდგომის წინა დღეს ცეცხლი. შემდგომ იყო 95 წელს, როცა უწმინდესმა კვლავ გაგვაგზავნა სამი მონაზონი და მე უკვე აღდგომის დღესასწაულზე დასასრებად. მაშინ დედა ანასტასია გელაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც 31 ქარხანაში სპეციალური ჭურჭელი შეუკვეთა დაახლოებით მეტრამდე სიგრძის იყო ეს ჭურჭელი, დაახლოებით 1 თვე დაჭირდა ამ ჭურჭელს მომზადება და მივიღეთ ცეცხლი, გადავუკიდეთ ამ სპეციალურ ჭურჭელში და სანამ გამოვედით ტაძრიდან მთლიანად დაილეწა. ეს ყველაფერი იმდენად ჭყლეტვა იყო იმ პერიოდში, მაშინ პატრიარქმა დიოდოროსმა ცხონებულმა იერუსალიმის პატრიარქმა მიიღო დიდი პატივით მაცხოვრის საფლავის გვერდით დაგვაყენა ზუსტად ძალიან ახლოს, ვინაიდან პირველად იყო, როცა საქართველოდან ჩასული ადამიანები მონაწილეობას იღებდნენ ამ რიტუალში და მე ვიყიდეთ სადღაც ისეთი პატარა მომცრო გვაყიდინეს ადგილობრივმა არაბებმა მომცრო ლამპა და რომლის საშუალებითაც წამოვიღეთ ცეცხლი ტელ-ავივში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ცეცხლი ჩაქრა ასევე. დიდი წინააღმდეგობები იყო, ესე პირველ გზაზე. მივედით თვითმფრინავში, ავდიოდით და ცეცხლი ჩაგვიქრა. შესაბამისად, საქართველოში ცეცხლი ვერ ჩამოვიტანეთ. და ჩამოვედით ისე დამწუხრებულები, ეს არ იყო კვირა დღე, სხვათა შორის ეს იყო სამშაბათი დღე და ჩამოვედით საქართველოში ცეცხლის გარეშე. და შემდეგ უკვე მისი მაღალყოვალთო სამღვდელოება იმჟამად ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელის ინიციატივით მისმა უწმინდესობამ მოგცა კურთხევა, რომ წავსულიყავით წმინდა მიწაზე აღდგომის დღესასწაულზე და ჩვენ თან გვახდა აფხაზეთის მთავრობის წევრები გვახდნენ, ეს გახდათ ბატონი აკაკი გასვიანი, ბატონი ჯანო ჯანელიძე და ახლა ის წერილიც შემონახული გვაქვს, როცა იერუსალიმის ეკლესიის გენერალურმა მდივანმა მიტროპოლიტმა ტიმოთემ
სპეციალური წერილი გაუგზავნა ისრაელის რელიგიის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ისევე როგორც აეროპორტის უსაფრთხოებას ჩვენი სახელების და გვარების მითითებით, რომ მათ დაუბრკოლებლად გავეტარებინეთ თვითმფრინავთან სპეციალური შემოწმების გარეშე. აღნიშნავს რა ამ წერილში, რომ განსაკუთრებით აი ამ რთულ პერიოდში, რომელსაც საქართველოს ახლა დამოუკიდებელი ქვეყანა გადის, მნიშვნელოვანია აღდგომის ტაძრიდან, მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლის ჩატანა და ეს იყო ზუსტად ის დღე, ის პირველი დღე, როდესაც ჩვენ ჩამოვაბრძანეთ ცეცხლი საქართველოში, მაგრამ ესეც არ იყო აღდგომის დღე. ეს იყო ბრწყინვალე ორშაბათი, კვირას ღამე გამოფრინდი და ორშაბათს ჩამოფრინდი და უწმინდეს მიუბრძანეთ, რა თქმა უნდა, საპატრიარქოში აეროპორტიდანვე. მაშინ და შემდგომ მოხდა ნელ-ნელა ტაძრებში გადანაწილება, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამაც იმ პერიოდშიც ამის შესახებ არ იცოდა. შემდგომ უკვე მომავალ წლებში უფრო მეტად გახდა ცნობილი ადამიანებისთვის და აი მაშინ ეს იყო პირველი შემთხვევა 2003 წლებში, როცა პირველად აღდგომის ღამეს ჩამოვიდა ცეცხლი უკვე აღდგომურ ლიტანიობას მოუსწრო ან სააღდგომო წირვას. მოუსწრო, მაშინაც სპეციალური ჩარტერული რეისები შეუძლებელი იყო, რომ შესრულებულიყო. ყოველთვის ცეცხლი ჩამოდიოდა, მაგრამ აღდგომის შემდეგ პერიოდში. ვინაიდან კვირაში ერთხელ იყო იმ პერიოდში რეისები თბილისი, ტელ-ავივის მიმართულებით, მაგრამ უკვე 2003 წლიდან ტრადიციულად აღდგომის ღამეს და უწმინდესმა დიდი ძალისხმევა მოანდომა ამას, რომ ეს აუცილებლად ჩვენ საზოგადოებას მრევლს ეს სიხარული, აღდგომისეული სიხარული მაცხოვრის საფლავიდან შეითვისა და უკვე ეს არის განუყოფელი ნაწილი აღდგომის დღესასწაულობისა ყველა ჩვენგანისთვის, აი აეროპორტში დახვედრიდან დაწყებული და შემდგომ ტაძრებში გადანაწილება ამ ცეცხლის და თქვენ გახსოვთ ერთ სიტყვი, რომ თქვენ ალბათ გახსოვთ სხვადასხვა წლებში მისი უწმინდესობის გახარებული სახე. ყოველთვის აი როცა აი ამ ცეცხლს ურიგებდა ხოლმე ადამიანებს და აკურთხებდა ამ ცეცხლს. თავად ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. თავად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, იმიტომ რომ თავად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის ურთიერთობას და განსაკუთრებით პილიგრიმობას ქართველების მიერ წმინდა მიწაზე და აი ეს აღდგენა ამისი და თქვენ დღეს გესმოდათ, არ ვიცი ნახეთ თუ არა პირდაპირ ეთერში ცეცხლის გადმოსვლის დროს ამ ცერემონიალზე უამრავი ქართველი იყო. ეს არის ქართველები, რომლებიც წმინდა მიწაზე ცხოვრობენ, ბევრი მათგანი მუშაობს, ბევრი მათგანს ერთობლივი ოჯახი აქვს შექმნილი და ძალიან ბევრი ახერხებს ხოლმე. დიდი წვალების შედეგად, მაგრამ ღამეს ათენებენ, სხვადასხვა ბარიერებს გადიან იმისათვის, რომ ამ დღეს შეხვდნენ. თუმცა იყო განსაკუთრებული დროც პანდემიის პერიოდს გულისხმობ, როდესაც განსაკუთრებულად გაჭირდა წმინდა ცეცხლის ჩამოტანა, აი ამ პერიოდს როგორ გაიხსენებდით? ეს იყო 21 წელი, წეგან 2021 წელი, როცა შეუძლებელი იყო და პრაქტიკულად წლევანდელი წელიც ამ რისკის ქვეშ იყო. და სულ რაღაც 2 დღით ადრე შაბათამდე 2 დღით ადრე გაიხსნა საჰაერო სივრცე ისრაელის, მაგრამ ახლაც უკვე სპეციალური დიდი ჯგუფის, აი რომელიც კომპანია Pilgrim Tours-ის საშუალებით ხორციელდება ხოლმე ჩარტერული რეისი ყოველი აღდგომისთვის, ვერ მოხერხდებოდა, შეუძლებელი იყო ამ რაოდენობის ადამიანების მოძიება, ერთად შეგროვება და ამიტომ სპეცრეისი შესრულდა ისევ და შესაბამისად მოხდა ცეცხლის ჩამობრძანება საქართველოში და ეს ყველა ქართველის მორწმუნის ოჯახს გაათმობს და გაანათებს დარწმუნებული ვარ. ყოველ წელს ვადევნებთ თვალს აი ამ კადრებს თუ რამხელა სიხარული ტრიალებს იერუსალიმში, მაგრამ ალბათ ახლოსაც არ ვართ იმ განცდასთან, რაც არის ადგილზე, როდესაც იქ ხარ და როდესაც ამ ყველაფერს იზიარებ. აი გთხოვთ ახლა ადგილზე სხვა არის. ადგილზე აი წელს თბილისში ვიყავი და ვუყურებდი პირდაპირ ეთერში. გული ჩემი იქ იყო რა თქმა უნდა და იმიტომ რომ ბავშვობიდან რაღაც სულ მუდმივად იქ ვარ თითქმის გამონაკლისების გარდა. გზნობის გადმოცემა ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის მოწიწებაც, შიშიც, ლოცვაც, მოლოდინიც, ძალიან ბევრი განსაკუთრებით მაცხოვრის საფლავის გარშემო ეს არის ეს განცდა ყველანაირი არის განვლილი მარხვის პერიოდის და აღდგომის მოლოდინის სიხარულის რაღაც ერთად შერწყმა, იცით? აი ამ დღეში და ამ წუთებში ერთად იყრის ეს ყველანაირი განცდა და მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა ხოლმე, რომ პირველ რიგში იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის.
ილოცეთ საქართველოსი, საქართველო მოიხსენეთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში, შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის. აუცილებლად ეს არ გვავიწყდებოდა ხოლმე და ყოველთვის აი ამას ვაგრძელებთ. ზუსტად ეს ის წუთები არის ხოლმე, როცა საქართველოს ვახსენებდით ხოლმე და ვავედრებდით ღმერთს. მშვიდობას საქართველოში, რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა არის განცდა. მე ამ დროს ხანდახან თავში გიტივტივდება იმ ადამიანების სახელები, რომლებსაც უწყენინებია, ჩემთვის ან შენ გიწყენინებია. იქ ეს ბარიერი იხსნება ყველაფერი და ხანდახან არის ხოლმე საკუთარ თავთან ბრძოლა, ეს რატომ ახსენდება. მაგრამ ძალაუნებურად გახსენდება ის ადამიანი და იმ ადამიანსაც იხსენიებ ხოლმე იქ მაცხოვრის საფლავის გარეშე. ხანდახან უხომრია ხოლმე ჩემ ახლობლებს, ჩემთან რომ შენ რომ მოგვიხსენო მაცხოვრის საფლავთან, ალბათ უნდა გაწყენინოთ რაღაც, იმიტომ რომ მე გაგახსენდებით ხოლმე. არის ეს გრძნობა, არის. ეს არის სული თავისუფლება, თავდაბლობა ადამიანის და ყველაფერი ამ ქვეყნიერის დატოვება და ღმერთთან შეერთების წუთები არის, წამები არის, რომელიც მთავრდება იმით, რომ ეს დიდი სიხარული, კურთხევა მაცხოვრის საფლავი და რომელიც ხა აღდგომაზე მეტი სასაული რა არის, ხო? ქრისტე აღდგა. იმაზე მეტი სასაული მორწმუნესთვის არ არის არაფერი და იმაზე დიდი სიხარული, როცა ჯოჯოხეთის კლიტეები იმ ადამიანისთვის, რომელსაც ღრმად წამს, რა არის აღდგომა და აღდგომის არსი, ამაზე მეტი სიხარული არ არის, მაგრამ აი ეს ცეცხლის კურთხევის და ცეცხლის გამოტანის მომენტი არის უკვე ის მომენტი, როცა ადამიანი აღდგომის სიხარულს განიცდის და ამიტომ არის ის შეძახილი დიდ შაბათს, რომ მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ ითქმის ქრისტე აღდგა, მაგრამ იერუსალიმში უკვე ადამიანები ულოცავენ ამ შეძახილებით ერთმანეთს. შეიძლება აი, როდესაც ზეიმი იწყება, იქ სხვადასხვა ენაზე ისმის ეს შეძახილი და ყოველთვის ძალიან omახიანად ისმის ხოლმე ქართული და ამას აღნიშნავენ, რომ ქართულები ცდილობენ, რომ გამოირჩეს მათი ხმა. ეს რაღაცა კონკურენციის მომენტიც არის თითქოს, ხო? კონკურენციას ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ დროს ჩანს ხოლმე ის რაოდენობა ქართველებისა ძალიან ხშირად იერუსალიმში უჭირთ ხოლმე იმის აღიარება, რომ ქართველები ბევრნი არიან წმინდა მიწაზე. მაგრამ აი უკვე ეს შეძახილი, სადაც ვერავინ ვერ გაჩერებს, ეს არის ის დრო, წირვაზე შეიძლება გაგაჩერონ და იქ მამაუჩვენო არ გათქმევინონ სიტყვაზე, რომ რაოდენობა არ გამოჩნდეს ქართველების უფრო მეტად და რაღაცა, ხო? მაგრამ უკვე ეს არის ერთადერთი დღე, სადაც ჩანს ის რაოდენობა და გულმხურვალობა ქართველების, იმიტომ რომ ქართველები ერთგულები იყვნენ საუკუნეების მანძილზე წმინდა მიწის. ახლა აი დღეს ძალიან ბევრ კადრში, მათ შორის გადაცემის დასაწყის კადრებში ჩანდა შაბათ დღეს სპეციალური ცერემონია, როდესაც იღება მაცხოვრის საფლავის კარიბჭე. ეს კარიბჭე ქართველის გაკეთებული არის. ეს გახლავთ ბენა ჩოლოყაშვილი, რომელიც იყო იმ პერიოდში ელჩს ეძახდნენ ხოლმე ჯვრის მონასტრის წინამძღვრას, რომელიც მეფის მიერ ინიშნება ჯვრის მონასტრის წინამძღვრად და ასევე ჯვრის მონასტრის წინამძღვარი ითვლებოდა გოლგოთის წინამძღვრადაც. და კლიტენი, როცა ვლაპარაკობ ჩვენ რომ ქართველებს ეპყრათ 3 საუკუნის განმავლობაში, ქართველებს ეპყრათ 3 საუკუნის განმავლობაში ნამდვილად კლიტეები და ჩანაწერებში, რომელიც მაცხოვრის საფლავზე ინახება და იერუსალიმის საპატრიარქოში ქართულ ხელნაწერებში წერია, რომ მე ბენამან ჩოლოყაშვილმან გავათავე, ანუ დავასრულე მაცხოვრის საფლავის კარიბჭის შებმა ორშაბათსა დღესა, ბრწყინვალე ორშაბათს. ორშაბათსა დღესა აღდგომის აკეთო. კედარის ხეები ჩამოიტანა ლიბანიდან, მიიღო ადგილობრივი მუსლიმი ხელისუფალისგან, იერუსალიმის მმართველებისგან უფლება, რომ აღედგინა, იმიტომ რომ ჩამოვარდნილი იყო კარიბჭე მაცხოვრის საფლავის ეკლესიისა და იქვე წერს, რომ კარგად დაუკვირდითო, აწერია მეფის სახელიო კარიბჭე შიგნიდანო. და ეს ქართული წარწერები უკვე კარიბჭეს არ აქვს, იმიტომ რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში სომხების მიერ გაჩენილი იქნა ცეცხლი მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში. მაშინ დაიწვა ძალიან ბევრი რამე, მათ შორის გოლგოთაზე არსებული უნიკალური ქართული ხელნაწერებით სავსე ტახტი, მღვდელმთავრის დასაჯდომი ტახტი და ასევე შიდა მხარე კარიბჭისა. ამიტომ მე მოგვიანებით რესტავრაციის დროს რკინები შემოეფარა. ამ კარიბჭეს შესაბამისად ქართული წარწერები დაკარგული არის. აი ეს კარიბჭე არის ქართველი არქიმანდრიტის მიერ, ქართველების მიერ ჩამოკიდებული. თუმცა ქართული კვალი იქ მაინც არსებობს თან ბევრი საუკუნის განმავლობაში და ალბათ განსაკუთრებით ემოციური მომენტია ნებისმიერ აღდგომას და არა მხოლოდ აღდგომას იერუსალიმში და მაცხოვრის ტაძარში შესვლა, როცა იცი, რომ იქ საუკუნეების განმავლობაში იყვნენ საქართველოსთან. უფრო მეტსაც გეტყვით, იყო გარკვეული პერიოდი შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველებს ჰქონდათ უფლება მიეღოთ ცეცხლი
იერუსალიმის პატრიარქისგან. ეს უფლება შემდგომში უკვე სომხურმა ეკლესიამ ჩაანაცვლა, იმიტომ რომ ქართველები გაქრნენ ბედუკ ღმართობის გამო წმინდა მიწაზე, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როცა საქართველო აღარ არსებობდა როგორც ერთიანი სამეფო, ეს იყო დაქუცმაცებული საქართველო, ეკლესია დასუსტებული იყო, შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს აღარ ქონდა იმის საშუალება, რომ წმინდა მიწაზე საკუთარი თემი, ქართული ქრისტიანული თემი შეენახა და უფრო მეტიც ერთი სასულიერო პირის გაშვების საშუალებაც არ იყო იერუსალიმში, რათა ამ ერთს მაინც მიეხედა ქართული ეკლესია მონასტრებისთვის და აი ასე ნელ-ნელა რჩება ქართველების მთავრდება ქართველების ყოფნა წმინდა მიწაზე, მაგრამ ამას ყველაფერს ამის სათავეს აღდგენის სათავეს ისევ და ისევ იღებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მისი უწმიდესობა ილიას მეცადინეობით, როდესაც ის იწყებს აი ესე პილიგრიმული გამგზავრების ინიციატივით გამოდის, იწყებს ამას, ხელს უწყობს ნელ-ნელა, აი სულ თავიდან დაიწყო 4 კაცით. გამიშო მე საერთოდ პატარა ბავშვი ვიყავი, 19 წლის ვიყავი, თავისი ექიმი, მისი ექიმი მედიკო მახარაძე იყო, ამჟამად იღუმენია ევგენია, დედა თეოდორა იღუმენია ბოდბელი, წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი და ანასტასია გელაშვილი, დედა ანასტასია. ეს იყო აი 93 წელს ასე ნელ-ნელა მოთელვით, ნელ-ნელა იერუსალიმის ეკლესიასთან ურთიერთობების აღდგენის მცდელობები და ამას ვამბობ რატომ აღდგენის მცდელობებით, იმიტომ რომ იერუსალიმის ეკლესია ცოტა ნაწყენი იყო ჩვენზე, საქართველოზე, იმიტომ რომ 87 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით მყოფი იერუსალიმში, ოფიციალურად აყენებს ჯვრის მონასტრის საქართველოზე დაბრუნების საკითხს იერუსალიმის ეკლესიის წინაშე და იერუსალიმის ეკლესია შიშით უყურებს უკვე ამის მერე ქართველებს, რომ აი ეს ქართველები იკრებენ ძალას, ქართული ეკლესია ისეთ ძალას იკრებს ნელ-ნელა, რაც მერე მოგვიანებით უკვე გამოჩნდა კიდევ უფრო და უფრო მეტად, რომ მათ აქვთ უკვე პრეტენზია ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე ეს ჩვენი მხოლოდ ილუზიური პრეტენზია არ არის. ჯვრის მონასტრის დაბრუნების აუცილებლობის შესახებ იერუსალიმის პატრიარქი ნეტარხსენებული დოსითეოსი, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა, თავის ბოლო ანდერჩში 1707 წლის ანდერჩში წერს, რომ როდესაც კი იღუმენი ქართველი გამოჩნდება წმინდა მიწაზე, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მას მისი იურისდიქცია და უფლება დაუბრუნოთ ჯვრის მონასტერზე და არა მხოლოდ ჯვრის მონასტერზე, არამედ კიდევ სხვა მონასტრებზე და ესენი არიან და თვლის ამ მონასტრებს, ესენი არიან წმინდა ნიკოლოზისა ძველ ქალაქში, რომელიც ახლა იერუსალიმის საპატრიარქოს ნაწილს წარმოადგენს და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის პირველ სართულზე იერუსალიმის საპატრიარქოს თავისი მუზეუმი აქვს გახსნილი, ხოლო წმინდა ნიკოლოზის მონასტრის სასაფლაო ნაწილი არის იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოსი. ასევე დიმიტრი თესალონიკელისა, რომელიც ასევე საპატრიარქოს რეზიდენციის ნაწილი არის ახლა, ასევე აღსახელებს გიორგი ებრაელის, ანუ ებრაულ კვარტალში არსებული წმინდა გიორგის ეკლესიას და მონასტერს, ბასილი დიდისა და თეოდორესი. ეს არის მონასტრები, რომელსაც ასახდა წმინდა ანას მონასტერს ასახელებს კიდე პატრიარქი დოსითეოსი, თუმცა ეს ანდერძი ჯერჯერობით არ სრულდება, მაგრამ ქართველების სიმრავლესთან ერთად და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასთან ერთად ეს პროცესი დაძრული არის და აუცილებლად თავის ლოგიკურ დასასრულს პოვებს. იმედი ვიქონიოთ დღეს, რა თემაზეც არ უნდა დავიწყოთ საუბარი, ბოლოს მის უწმინდესობამდე მივდივართ რაღაცნაირად ასე გამოდის და ჩვენი თაობა აუცილებლად და მომავალი თაობა. დიახ, და აი პირველი აღდგომა არის მის გარეშე, რა თქმა უნდა ყველასთვის ეს არის ძალიან მტკივნეული და რთული, მაგრამ ამავე დროს ნუგეში, როგორც თავად ამბობთ და ნუგეში, რომ ის ზეციური საქართველოსდან გვეხმარება. თქვენ რა განცდა გაქვთ აი ამაზე თუ ფიქრობთ, რომ ის ჩვენთან არ არის თუ პირიქით ის ახლა შეიძლება უფრო მეტად არის. იცით რა არის, ეს განცდა თითქოს თავიდან უფრო ოპტიმისტურად ვიყავი და ახლაც ვარ, ვცდილობ რომ ვიყო, მაგრამ ეს ადამიანური ტკივილი არის ადამიანური ტკივილი მაინც, მაგრამ ერთ რამეს ვაჩერებინებ ხოლმე თავს, რომ თავად ცხოვრებაში არც ერთხელ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგავს, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა რომ ის იყო ცენტრი. მისთვის ცენტრი ყოველთვის იყო ღმერთი, ეკლესია და ქვეყანა. და ამიტომ მისი ნებისმიერი ქმედება, მისი ნებისმიერი სიტყვა იყო ღვთისადიდებელი სიტყვა, ღვთისადმი მორჩილების სიტყვა და ასევე მსახურება ქვეყნისა და ეკლესიის. და როცა ამაზე ფიქრობ, შენ ხვდები რომ შენი ცხოვრებიდან ცენტრი არ წასულა.
ცენტრი მან დაგვიტოვა, ცენტრის სახად დაგვიტოვა ღმერთი. მას რომ თავისი თავი დაეტოვებინა ცენტრა და მნიშვნელოვნად. უკვე ალბათ ჩვენს დაბნეულები ვიქნებოდით, აი როგორც მოციქულები, გაბნეულები ქრისტეს ჯვარცმის მერე და ქრისტეს გარდაცვალების და დაფლის მერე და ერთმანეთს აღარ ნახულობდნენ და დაბნეულები იყვნენ, სრული დაბნეულობა იყო აღდგომამდე. ასეთიც იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ბედიც გქონია ცოტა ერთსაც და თითოეულ ჩვენგანსაც, რომ აღდგომის მარხვის პერიოდში მოხდა უწმინდესის გასვლა და წეღან მიაქციეთ ყურადღება 17 მარტს ძველი სტილით 17 მარტს და ახალი სტილით 25 მარტს მოხდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და 17 მარტს დაგვტოვა მისმა უწმინდესობამ აქედან ერთი და აღდგომის მარხვის პერიოდში როცა აღდგომის სიხარული მოდის, იმედის დღესასწაული მოდის, სიხარულის დღესასწაული მოდის, კულმინაცია მართლმადიდებლური ეკლესიის ციკლის, მთლიანი წლის ციკლის და რა თუ არა აღდგომა გაგვინელებდა იმ ტკივილს და იმ დანაკლისს, რომელიც უწმინდესის აქედან ამ ქვეყნიდან გასვლით არის, მაგრამ ერთი არის ველოდები რატომღაც არ ვიცი, რატომ მე პირადად სულიერად აი 40 დღის გასვლას და მაქვს შინაგანი რწმენა ღრმა რომ 40 დღის გასვლის მერე კიდევ უფრო მეტად შეგვეწევა. შეგვეწევა სულიერად, შეგვეწევა თითოეულ ჩვენგანს თავად აქვს ხოლმე ნათქვამი, რომ აი მოდით ხოლმე ითხოვეთ ჩემს საფლავზე და ნახეთ როგორ შეგისრულდებათ. აი როგორც მამა გაბრიელი ადრე იბარებდა და ეს სრულდება ყველაფერი. ისე იქნება ახლა ჩვენი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც და ამის დამადასტურებელი არის ის უამრავი ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე სიონის ტაძარს სტუმრობს და სიონის ტაძარს სტუმრობს სწორედ მისი უწმინდესობის საფლავის გამოისობით. ამის გამო იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსახდრის მიერ, რომ სიონში შესრულდეს წირვალოცვა სააღდგომო და ლიტანიობა, ვინაიდან ხალხმრავლობა სწორედ სიონში არის დღეს. ცენტრი სიონი არის. აი, სწორედ ახლა პირდაპირ ეთერში ვხედავთ ჩვენს სიონის ტაძარს და წუთი-წუთზე ლიტურგიაც უნდა დაიწყოს, ამასაც მივადევნებთ თვალს და უამრავი ადამიანი ხა დღეს უამინდობაა, გასაგებია და ეს შეიძლება ზოგს აფერხებს იმისთვის, რომ გავიდეს სახლიდან, მაგრამ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები, ესეც უკვე დამკვიდრდა ტრადიციად, რომ აღდგომის ღამეს აუცილებლად ტაძარში უნდა შეხვდნენ. ეს ყველაფერი იწყება სწორედ პატრიარქის აღსაყრებიდან, აი სწორედ მაშინ იკრებს ძალას ის, რომ აი მთელი საქართველო გახდა ეკლესიური, ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ აი სულიერ გზას შეუდგეს, რომელიც რა თქმა უნდა მისი ქადაგებიდან მოდის ყველაფერი. აი ფიქრობ თუ არა, რომ მაინც ეს არის ის მთავარი მემკვიდრეობა და დანატოვარი, რომ აი ადამიანებს ჩაუნერგა ინტერესი სულიერი ცხოვრების მიმართ, ბევრ დიდ საქმესთან ერთად, რომელიც მას აქვს გაკეთებული, ერის შემოbrunება ეკლესიის. რა თქმა უნდა, ეს არის აი ნახეთ სიონის ტაძარი გაციებული იყო ხოლმე ხალხისგან, ძალიან ცოტა იყო. სვეტი ცხოველიც. მე მახსოვს აი სვეტი ცხოველში მეუფე ზოსიმე წირვას რო ატარებდა ხოლმე, რო ლოცულობდა და დაგლოცავდა ხოლმე, კვამლი გამოდიოდა პირიდან, იმდენად ისეთი სიცივე იყო ხოლმე და ძალიან ხშირად ამბობდა ხოლმე როგორ თბილა, იმიტომ რომ გრძნობდა ხოლმე ადამიანების მატებას. ასევე იყო სიონში ასაკს გადაცილებული ადამიანები დადიოდნენ, ძალიან ცოტანი ვიყავით ხოლმე ახალგაზრდები, ბავშვები და ეს ქალბატონები პატრონობდნენ. ძალიან პატრონობდნენ. მე ერთხელ მახსოვს რომ ოჯახში წუხდნენ, რომ ტაძარში ხშირად დავდიოდი, ეს იყო ის წლები, როცა ძალიან ცოტა ახალგაზრდა წუხდნენ რა შეიძლება რამ პრობლემა გარკვეული შიში იყო იმ პერიოდში, გარკვეული რაღაც ხმები, რომ აი რაღაც ითრევენ ახალგაზრდებს, არის 80-იანი წლები და ერთხელ სრულიად ნატრობდი ხოლმე, რომ ერთხელ მაინც ენახათ უწმინდესის დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ და აი ვიხსენებ ხოლმე 93 წელს უკვე რომ როცა დედები მივიდნენ მასთან და უთხრეს რომ თუ შეიძლება რომ იერუსალიმში წავიდეთ, იმიტომ რომ თქვენ ბევრს გვიყვებით ხოლმე იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან დაკავშირებით, უწმინდესმა უთხრა რომ ეს იყო კვირადღე როცა დედები მივიდნენ და უწმინდესმა უთხრა რომ კიო მეო დაგაკავშირებთო თქვენო არისო ერთი პატარა ბიჭიო რომელიც დადისო სიონშიო, დღესო წირვაზე არ იყო, მაგრამ გუშინო ლოცვაზე იყო. და მაშინ მივხვდი, რომ ის ითვლიდა თითოეულ ადამიანს, რომლებიც სიონში დადიოდნენ.
და ის ყურადღებას აქცევდა ადამიანების ყოფნას. როგორ იდგნენ, აი ამბიონზე რო გამოდიოდა ხოლმე, ერთი ჯვრის გადაწერით და დალოცვით მთელ ტაძარს ათვალიერებდა ხოლმე, ნახულობდა ვინ რა როგორ სულდგმულობდა და როგორ იქცეოდა ტაძარში. ეს დამოუკიდებულება ქონდა და განსაკუთრებული სიხარული ქონდა, როცა ხალხს ნახულობდა. უფრო მეტიც, ლოცვების მერე გზაფხულის პერიოდში აკეთებდა ხოლმე ასეთ რამეს. დაადგმევინებდა მაგიდას სიონის ტაძრის ეზოში და თავად გვიკითხავდა და გვიხსნიდა ხოლმე ძველახთქოს. მერე დაავალა უკვე დღევანდელ მეუღლე იოანეს ქუთათელგაენათელს, იმჟამად პროტოპრესვიტერ გიორგის გამრეგელს, რომ ახალი აღთქმა ჩვენთვის განემარტებინა ხოლმე და ესწავლებინა. აი ეს მისი გულმოდგინება, მისი დაუზარლობა, მისი საოცარი თავმდაბლობა და უშუალობა, რომ თავად ბავშვებისთვის ესწავლებინა და აეხსნა ადამიანებისთვის, ამან ყველაფერმა იმუშავა. აი საოცარი გულწრფელობა, იმიტომ რომ აი ეს რეგალიები მისი, ეს არის კონკულბარტყული, ეს არის კვერთხი, ეს არის ჯვარპანაღია, ეს ძვირფასი შესამოსელი საპატრიარქო, ხო, ეს პატივი არის ერთგვარად, ხო, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაღაც რეგალიების მანიშნებელია, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი იყო ყოველთვის პასუხისმგებლობა. ამის ქვეშ იზგზნობდა პასუხისმგებლობას და არა პატივს. ბატონო, დროებით უნდა შეგაწყვეტინოთ, სიონის საკათედრო ტაძარში იწყება ღვთისმსახურება, ახლა ჩვენს მაყურებელს შეუძლია პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალი ამ პროცესს და ტრანსლირებას პირველ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ახდეს. ჩვენ რა თქმა უნდა სტუმართან ერთად ცოტა ხანში დავუბრუნდებით. იწყება ახლა სწორედ საღდგომო ლიტურგია, ჩვენ კი გავიხსენოთ თუ რა გზა გაიარა მრევლმა დღესასწაულამდე. უფლის ბრწყინვალე აღდგომას წინ უძღვის 40 დღიანი დიდი მარხვა, რომლის კულმინაციაც ვნების შვიდეულია. დიდმარხვის ბოლო კვირა, რა დროსაც მოხდა ვნება ჯვარზე უფლისაჩვენისა იესო ქრისტესი. ვნების შვიდეულის 2 შაბათს, 3 შაბათს და 4 შაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველ შეწირულთა ზღვენთა, ტაძრებში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე. დიდ 5 შაბათს ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა. ეს ის დღეა, როდესაც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობა გამართა თავის 12 მოწაფესთან ერთად. ამავე დღეს დაწესდა ზიარების საიდუმლო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზიარება სწორედ 5 შაბათს დღეს. წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისაჩვენისა იესო ქრისტესი. ეკლესიაში სრულდება გარდამოხსნის გადმოსვენება იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის რიტუალი. საღამოს იკითხება 12 ვნების სახარება. დიდი შაბათი აღდგომის წინა ყველაზე იდუმალი დღე არის. სამყარო ემზადება ხელახლა დაბადებისთვის. დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავლებელია უფლისწმინდა სხეულის გადმოსვენების ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ მთელი მართლმადიდებელი სამყარო ემზადება იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. მალე დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. საეკლესიო წიაღში აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დღევანდელი დღის აღმატებულება და სულიერი შინაარსი შესაბამისი ტერმინოლოგიური მონაცემებითაცაა გადმოცემული. ეკლესიის მამათა შეფასებებში ჩვენ ხვდებით ტერმინს დედოფალი იგი დღეთაი. თუმცა მანამდე უნდა დაუბრუნდეთ დიდი შაბათის ღვთისმსახურებას. წმინდა მახარებლები არაფერს გვეუბნებიან ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლაზე, თუმცა აპოკრიფულ ტექსტებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ წითელ პარასკევს აღსრულებული მაცხოვარი სულით ჩადის ჯოჯოხეთში და აღმოყავს მართალთა სულები. სწავლებათა თანახმად ქრისტეს შობამდე ცოდვილებიც და მართალნიც ჩავარდნენ ჯოჯოხეთში პირველ ცოდვათა გამო, ხოლო ქრისტეს განკაცების შედეგად გამოხსნილი იქნენ. ეს მომენტი, ანუ მაცხოვრის ჩასვლა ჯოჯოხეთში, აღწერილია შაბათის საგალობლებშიც. აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე მე-4 საუკუნეში მიეცა. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიაობის მომდენო კვირას. მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის რწმენა ქრისტიანობის ძირითადი მოძღვრებაა.
ახლა ზარების რეკვა. თქვენ ასევე კადრში ხედავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ ტაძრებს, რა თქმა უნდა, სიონის საპატრიარქო ტაძარიც არის ახლა სწორედ კადრში და დაიწყება ასევე ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი. სულ მალე დაიწყება საღდგომო ლიტურგია, ასევე როგორც გითხარით, უკვე წმინდა ცეცხლი არის საქართველოში და მასაც მიაბრძანებენ სიონის ტაძარში, საიდანაც გავრცელდება უკვე სხვადასხვა რეგიონში და ჩვენ მოვისმენთ ასევე საღდგომო ეპისტოლესაც, ეს იქნება მოსაყდრის დაწერილი ეპისტოლე და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შემოგთავაზებს პირდაპირ ეთერში. სავსეა ტაძრები მრევლით, ახლა ყველა მოქმედ ეკლესიაში საქართველოში სადღესასწაულო მსახურება იწყება. და აღდგომას ბუნებრივი აქვს თავისი სიმბოლოები, მათ შორის ეს არის წითელი კვერცხი, ახალი სიცოცხლის სიმბოლო. ჩვენ შეგვიძლია ასევე მაყურებელს მოუყვეთ, რომ გადმოცემის თანახმად ქრისტემ სხვადასხვა მხარეს გააგზავნა საკუთარი მოწაფეები, რათა ყველასთვის ეხარებინა მისი აღდგომა და მათ შორის იყო მარიამ მაგდალინელიც, რომელიც ეწვია იმპერატორ ტიბერიუსს და საჩუქრად კვერცხი მიართვა და ახარა ქრისტე აღსდგა. იმპერატორმა ეჭვით შეათვალიერა ეს კვერცხი და განიშნა, რომ ის ვერ აღსდგა მკვდარი, როგორც ეს კვერცხი ვერ გაწითლდესო, თუმცა სიტყვა არ ქონდა დასრულებული, რომ როცა კვერცხმა ფერი იცვალა და მართლაც გაწითლდა და სწორედ წითელი კვერცხი არის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო აღდგომის, როდესაც ერთმანეთს ულოცავენ მორწმუნეები და ეუბნებიან, რომ ქრისტე აღსდგა. ხოლო სააღდგომო პასკა განასახიერებს გოლგოთას, რომელსაც ასევე თავისი ერთ-ერთი უძველესი ისტორია აქვს. გამაგრძობს საუბარ სტუდიაში, ლაშა ჟვანი არის ჩვენი სტუმარი, ხოშეს ვახსენებთ უკვე ეპისტოლე, რომელსაც რა თქმა უნდა ველოდებით და პირდაპირ ეთერში მოისმენს მაყურებელი და უნდა გავიხსენოთ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ეპისტოლეები ძალიან დიდი სიბრძნით გამშვალო და ძალიან აქტუალური ყოველთვის იმ საკითხების მიმართ, რომელიც აწუხებდა ჩვენ საზოგადოებას, აი თქვენ როგორ აფასებთ, როგორ გრძნობდა პატრიარქი ყველაფერს, რაც იყო მნიშვნელოვანი იმ მომენტისთვის. მე თავიდან რომ დავიწყოთ 70-იან წლების ბოლოდან და 80-იან წლებში ცენზურას გადიოდა პრაქტიკულად, ხო? საკმაოდ ისეთი მკაცრი და სერიოზული ცენზურა იყო, მაგრამ თუ წავიკითხავთ მის ეპისტოლეებს, ჩვენ ვნახავთ, რომ დაწყებული საქართველოს ისტორიიდან, საქართველოს ამჟამინდელი ყოფიდან, მომავალში როგორ უნდა მოიქცეს ერი, რა უნდა გააკეთოს, ამას ყველაფერს ეხებოდა ყოველთვის მისი უწმინდესობა თავის ეპისტოლეებში. ეს არის ცალკე ქრესტომათია, ცალკე შესასწავლი მისი თითოეული ეპისტოლე. თან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, როგორი წნეხის ქვეშ ხდებოდა ეკლესიის და ეკლესიის მეთაურის მოღვაწეობა იმ პერიოდში, ხოლო უკვე მოგვიანებით დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ხედავთ გაცილებით უფრო ვრცელ, ღრმა ეპისტოლეებს, რომელიც არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც რელიგიურ სწავლებას, ადამიანის სულიერ ცხოვრებას და ასე შემდეგ, არამედ ეხება ჩვენი ცხოვრების, საზოგადოების ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. და რას აკეთებდა ხოლმე? რას აკეთებდა ხოლმე? რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონი, სოფლიო, რას აკეთებდა? ის იწყებდა დიდ მარხვაში, აი დიდი მარხვის პირველი კვირა რო გავიდოდა ხოლმე, ის იწყებდა თითქმის დღე გამოშვებით შეხვედრებს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. აი მაგალითად, აიღებდა პედაგოგებს, აიღებდა იურისტებს. აიღებდა რომელიმე სხვა ეკონომისტებს სიტყვაზე და მათ უსმენდა. მას ხომ ეს მოსმენის საოცარი ნიჭი ქონდა და უნარი, მოთმინება, აი ყველაფერი ერთად. არ შეიძლებოდა რომ ის წინადადებაში ვინმეს ჩარეოდა. აუცილებლად აზრს დაასრულებინებდა, აუცილებლად პაუზა ექნებოდა და შემდგომ ისევ კითხვას გააგრძელებდა. ის უსმენდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ ერთმანეთში კამაცაც, იმიტომ რომ არ იყო სავალდებულო ყველა ერთ აზრზე ყოფილიყო ასეთი შეხვედრების დროს და შემდგომ რჩებოდა მარტო და უკეთებდა ანალიზს ამ შეხვედრებს და აქედან გამომდინარე თავის პოზიციას, ეკლესიის პოზიციას ახმოვანებდა ხოლმე. ბოლო პერიოდში, როდესაც მას უკვე თავისი ხელით წერა უჭირდა მის უწმინდესობას, უკვე კარნახობდა ხოლმე თავის იდეას, მიმართულებას და მერე ასევე უწევდა ხოლმე მუშაობა საკმაოდ დიდი ხანი, იმიტომ რომ ძალიან სკრუპულოზულად სანამ წინადადებას თავის სტილში არ დაახვეწინებდა, მანამდე ეს მისი არ იყო. და აი ყოველთვის იგი საშობაო ეპისტოლეზე ერთ-ერთი ბოლო, რომელსაც შემსწრება
მისი მუშაობის საშუალო ეპისტოლეზე ეს იყო სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, ხო? ამიტომ იყო რომ აი ბოლოს მაგალითად საშუალო ეპისტოლის ბოლო ვარიანტი უკვე ხელით ჩასწორებული მივიდა თავარდიაკონამ დემეტრემდე, რომელმაც სამების საკათედრო ტაძრის ამბიონი. ბოლო მომენტამდე იხვეწებოდა და იცვლებოდა. ბოლო მომენტამდე აუცილებლად, იმიტომ რომ რამდენჯერმე უნდა მოესმინა წაკითხული, რომ გაეაზრებინა, რამდენად სწორი იყო ესა თუ ის თუნდაც წინადადება ან აზრი, რომლის გამოთქმაც მას უნდოდა და მრევლზე მიმართვა. ეს თითოეული არავინ მინდა დავაკნინო, მაგრამ აი სხვა ქვეყნებში ეპისტოლეები რომ ვნახოთ, ჩვენ ვნახავთ რამხელა ვებერთალა სხვაობა არის ამ და საქართველოს კათოლიკოს არის რაღაც საკითხები, რაც არ იმსახურებს ეპისტოლეში მოხვედრას, გულისხმობ იმდენად საერო და მიწიერი საკითხებია, რომ არ ღირს რომ ეს იყოს აქცენტირებული. მაგრამ ისეთი ცნობიერებდა, რომ ეკლესია ახლა პირდაპირ ეთერში მოსაყდრის მიბრძანებას ადევნებს თვალს მაყურებელი. და უკვე დაწყებულია მსახურება, როგორც ბატონო, მოსაყდრეც იმყოფება უკვე სიონის საპატრიარქო ტაძარში. და იმიტომ რომ ეკლესია შეუძლებელია იყოს განყენებული ერისგან, საზოგადოებისგან. ეკლესიის წევრები ვართ ჩვენ. ეკლესიას აქვს თავისი ფუნქცია, იმიტომ რომ არის ცოდვილთათვის და ყველა ის ადამიანი, ვინც ეკლესიაში მიდის, პირველ რიგში აღიარებს თავის ცოდვილობას და ამიტომ მივდივართ ეკლესიაში. მართალთა შესაკრებელი ეკლესია არ არის, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ასევე შევადგენთ იმ საზოგადოებას, რომლის წევრებიც ვართ და ნაწილი ვართ და ეკლესია უკვე ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ საზოგადოებაში საზოგადოების უდიდესი ნაწილის შესაკრებელი გახდა. ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა, კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც აი ეს ნელი ძალიან ნელი მუშაობით შეგახსენებთ, მას ეკრძალებოდა ეკლესიას ეკრძალებოდა უმაღლეს სასწავლებელებში შესვლა. და მას აუკრძალეს პირდაპირ რამდენჯერაც მოითხოვა, მას აუკრძალეს უმაღლეს სასწავლებელში მისვლა. ერთ-ერთი პირველი მისვლა უნივერსიტეტში მისი იყო უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიება, სადაც უკვე სახელმწიფო ვეღარ აცდა. ეხლა მაყურებელმა კადრში იხილა წმინდა ცეცხლის შემობრძანების პროცესი სიონის საპატრიარქო ტაძარში. ამ კადრებს ადევნებს ახლა მაყურებელი თვალყურს. მე შეგახსენებთ, რომ წმინდა ცეცხლი სწორედ დღეს ჩამოიტანეს იერუსალიმიდან ცოტა ხნის წინ სპეციალური რეისით, აირზედა სპეციალური რეისით. იქ იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია, მცირე რიცხოვანი დელეგაცია, რომელსაც ბორტზე მოუწია ცეცხლის მიღება გამკაცრებული რეგულაციებიდან გამომდინარე. ბედნიერება რომ ეს მოხერხდა, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, შეძლებდა თუ არა საქართველოს დელეგაცია ცეცხლის ჩამოტანას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის მსოფლიოში და აი ეს უსაფრთხოების მომენტი მუდმივად იერუსალიმის ირგვლივ ეს მუდმივად არის, რომ აი ყოველთვის ზღვარზეა ხოლმე მოხერხდება, არ მოხერხდება, მრევლის დაშვებაც რომ მოხერხდა, ესეც სასწაულია სხვა შორის ამბობდნენ იქ მორწმუნეები, რომ ჩვენ მაინც წამოვედით, არ ვიცოდით, აქ შევძლებდით თუ არა ტაძარში შესვლას და მოხვედრას, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ჩამოვედითო და ეს ყველა სასწაულის განცდა აქვს ახლა, რომ მრევლით შევიდა აღდგომის ტაძარში და ცეცხლიც მშვიდობით ჩამოვიდა საქართველოში. აი ისრაელში ქართველებს აქვს შექმნილი თევერო ტური, აი ასეთი, რომელიც უკეთებს ქართველების ორგანიზებას, ტურების ორგანიზებას წმინდა ადგილებზე, სხვადასხვა დღესასწაულებზე. ეს არის ორის ქალბატონი ვერიკო დგებუაძე და თეა სირაძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ამის ორგანიზება და ქართველები, რომლებიც აი თანხებს აგროვებენ ასეთი ტურის დროს, განხორციელების დროს, რა თანხაც რჩება, ყველაფერი ხმარდება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე. ეს არის პირველ რიგში ბეთლემის სახლი, ეს არის პირველი სახლი, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ქართველებმა შეიძინეს. ამდენ საუკუნოვანი პაუზის შემდეგ 2003 წელს მოხდა ამ სახლის შეძენა, ამ საქმეს მოვანდომეთ 2 წელი, მაგრამ მისი უწმინდესობის ძალისხმევით ეს საქმე დასრულდა. დღევანდელ დღეს აუცილებელია ამ სახლთან დაკავშირებით ბატონი მამუკა ჯინჭარაძე ვახსენოთ და აც გარდაცვლილი ვახტანგ ჩეულიშვილი, რომელმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს იმისათვის, რომ ქართველებს საქართველოს სამსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ წმინდა მიწაზე კვლავ ქონოდა რაღაც უძრავი ქონების მაგვარი. იქ არის სამლოცველო, გარკვეული პერიოდი იქ მონაზონიც მოღვაწეობდა
დედა ზოილე იღუმენია, მაგრამ ახლა სახლი ცარიელი არის, არავინ ცხოვრობს ქართველთაგან ჯერჯერობით და აი ადგილობრივი ქართველები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ამ სახლს მოუვარონ გარემონტ და კიდევაც ღობეც გაკეთდა ახალი და ამ ღობეში ეზოში არის ჩასმული მისი უწმინდესობის ნაკურთხი, ყველა მისი უწმინდესობის ნაკურთხი 27 ხატი, რომლებიც აღწერენ ქართველების წმინდა მიწაზე ღვაწლს და მოღვაწეობას. დიდი მადლობა ბატონ ლაშე, რომ იყავით ჩვენთან ერთად. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშე ჟვანია იმედი ლაივის სტუმარი იყო დღევანდელ დღეს და განსაკუთრებული მადლობა ამას. ერთს დავამატებ, რომ არ მახსოვს ასევე რომ ისტორიაში რომ ქართველი და ქართველი ეკლესია დაქვრივებული საპატრიარქო ტახტით და დაობლებული ქართველები ხვდებოდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მაგრამ აი ეს წუხარებაც ჩაივლის და ქრისტეს აღდგომის ნათელი ყველას გაგვანათლებს. ქრისტე აღდგა. დიდი მადლობა.